დღევანდელი paper-ი არის როგორ შეიძლება diffusion მოდელი უკვე არსებული დატრენინგებული pre-trained მოდელი, რომელიც მუშაობს მაგალითად X2 image მოდელი არის, ტექსტი დაწერე და გენერა სურათი, როგორ შეიძლება იქ დავაკონდიშნოთ რაიმე სურათებზე. ან მაგალითად line art-ი გააკეთო და ეგ გადასცე როგორც აქა მაგალითად პირველი სურათი. შეიძლება რა სხვადასხვანაირი იდეა შეიძლება შექმნა რა მაგალითად sketch-ი დახატო რა მექნა. და ხო ზოგადად მაგას შეეხება თუ როგორ შეიძლება გააკეთდეს ის რა ქვია conditioning-ი როცა უკვე მოდელი არსებობს და არ გვინდა რომ რა ახალი შექმნათ. რატო არ გვინდა ვაფშე ახალი შექმნა რა? ახალი შექმნა იმიტომ არ გვინდა რომ ძალიან ცოტა data არის მეგეთი. როდესაც ვამბობთ რომ conditioning-ი გვინდა სურათიდან სურათზე, ეგეთ data არ ახალმე ბევრი. განებს მაგიტო იყენებდნენ ხშირად ხოლმე რომ მარტივად სწავლობდა პატარა მონაცემების საფუძველზეც, მაგრამ აქ არ არსებობდა, აქამდე დიდად რაიმე ჩასაჭრელი. ნულიდან საზრე არ ქონდა. მაგიტო ამათ შექმნეს დეში პატარა არქიტექტურული რაღაც ცვლილებები გააკეთეს. და ხო რა ეგ განსახილველად შეიძლება ჯობდეს იდეაში paper-ი ვნახოთ პირდაპირ. და ერთი ეს შეგვიძლია ეს ფოტო ვნახოთ, ან ზოგადად რაც გააკეთეს არის რომ როცა გინდა რომ ეს საწყისი ცოდნა დაამახსოვრო მოდელს და არ დაავიწყდეს, მაგისთვის ხშირად იყენებენ ხოლმე რომ რაღაცა ნაწილი დაფრიზო. იგივე არის რავი ნებისმიერ LLM-ის fine-tuning-ში რომ LoRa-ს იყენებენ, მანდაც ერთ-ერთი მიზეზი იქაა ხო? შესაბამისად, აქაც რაც გააკეთეს არის რომ რაღაც ბლოკები, ეს ბლოკები არის სიტყვაზე კონვოლუციური ქსელები, რამდენიმე. იგივე აიღეს და დააკოპირეს უბრალოდ რა, ერთი ორიგინალი წონები გაყინეს, მარჯვნივ გადმოიტანეს ეს trainable წონები. და იქ გააკეთეს encoder-ებზე რა. ზოგადად ეს ყველაფერი არის stable diffusion-ზე. და stable diffusion-ი რითგან სხვადება ჩვეულებრივი diffusion-ისგან მაგას ახსნიჭე. აქამდე ყველა diffusion-ი რაზეც ლაპარაკობდით ხოლმე იყო რომ პირდაპირ პიქსელებზე მუშაობდა რა რაც noise-ი სურათს გადასცემდა იდეაში და denoising-ს აკეთებდა ნელ-ნელა და იმენა სურათი ბრუნდებოდა ხო? და ერთი რაც აღმოაჩინეს არის რომ მაგალითად რაც ვარიაციული ავტოენკოდერი რომ მოსდო, რომელიც აკომპრესირებს უბრალოდ ამ ფაილს რა იყო და ფოტოს. და მაგალითად თუ გაქვთ თავიდან 256-256-ზე ეგ თუ ჩამოყავს 64-64-ზე მაგაზე აკეთებენ მერე ჩვეულებრივ diffusion მოდელს რა. ანუ თავში და ბოლოში აქ encoder decoder-ი ჩათვალეთ მოდებული. და latent space-ზე შვებიან შემდგომ image diffusion. ეგ არის ერთ-ერთი განსხვავება რეალურად stable latent diffusion-ი ქვია ხოლმე რა. stable diffusion-ს ეგ არის ერთ-ერთი მაგალითი. მაგასა და pixel level არ ვიცი რა მაგას რა ქვია pixel diffusion. აქ რაც ხდება ახლა არის რომ აკოპირებენ ამ წონებს და რაღაც ისე იდეურად რომ შეხედო რა ვეხა აი ან რო გინდოდეთ მაგ ტასკის გაკეთება, ან მე რომ მინდოდეს. ცხადი არის რომ რაღაცა ეგეთი არსებული წონები უნდა შეცვალო ისე რომ ეს არსებულითან დატოვო, ეცადო რომ შეიძლება ხელშეუხებელი იყოს რომ ცოდნა არ დაავიწყდეს. ახალი შეცვალო და მე რაღაცნაირად შეერთო ხო? ინჯექშენი გააკეთო.
იქ ლორა იქნება მაგალითად ერთ-ერთი მაგის მაგალითია, რომ ინჯექშენს აკეთებ ელენებში. აქ რაც აკეთებენ არის, რომ აი ეს სურათი კაია. იდეაში რაღაც ჩვეულებრივ კონვოლუციური ქსელების ბლოკი არის რა, რამდენიმე კონვოლუციური ბლოკი ქსელი არის მაგალითად. და x-დან იღებ y-ს. ამ შემთხვევაში x-დან ხო ეს c არის conditioning vektori რა. მაგალითად რაღაც სურათზე თუ ვაკონდიშნებთ მაგის encoding-ს აკეთებ, იმიტომ რომ stable diffusion-ზე გვაქვს ლაპარაკი და მაგას ამ შემთხვევაში თვითონ აკეთებენ მას პატარა ნეირონული ქსელი გააკეთეს 4 ლეიერიანი ვანი. და ხო მე ხდება ეს zero convolution-ი რა. იდეურად აქ რაც ხდება ახლა ეს zero convolution-ი რო ჩავთვალოთ რა საპრესა ლეიერი არის რა გასაგებია რა რაც ხდება. ჯერ ეს გაკეთდება C-ზე, X დაემატება მაგას, ეს trainable copy რაც არის ზონების კითხულება. მაგაში გატარდება და მე კიდე zero convolution-ში ტარდება. ამათი ზონები განსხვავებულია რა, ის ფიქსირებულია რა. შეარდა ზონები არა. ხო და zero convolution-ი არის მარტივი რაღაც, რომ უბრალოდ ერთ-ერთზე კონვოლუცია არის და თავიდან აქვთ ნული უბრალოდ თორჩი 0 არის ზონა რა ჩათვალეთ. და bias-იც. მაგიტომ იდეაში ხა აქ თუ თორჩი 0 არის ეს რო შევამაში ნულიანი დაბრუნდება, x დაემატება რაღაცა x დაემატება 0x არის, x შევამაში ეს ხო დააბრუნებს იდეაში რაც რასაც ეს დააბრუნებდა ვაფშე პირველ ეტაპზე. და შემდგომ მაინც განურდება. საბოლოოდ რაც იმენა პირველ ეტაპზე ტრენინგის y და y-ზე იქნება ერთ და იგივე რა. და ხო ალბათ რა მიზანი ეგ იყო რომ თავიდანვე განსხვავებული რო იყოს, მე შეიძლება არ სტაბილური იყოს ტრენინგიო და ესე ჯობია. აქამდე რაც თქვი ხო გასაგები არის. კი. ოკეი. ხო. და რა ერთ-ერთზე რატო არის კონვოლუციური ქსელი, მაგაზე არ წერია დიდად, მაგრამ ალბათ ერთ-ერთზე რას აკეთებ რა უბრალოდ თითოეულ ელემენტს იღებ და რაც შეამრავლებ ხო? კონვოლუცია აღარ ხდება ესე იდეურად ხო და ალბათ ის მიზანი რომ რაღაც ძალიან არ შეცვალო რა ზონა, ზონა ხო ის ინფორმაცია რომ ამ იმის რაც არა ქვია. ამ კონტექსტის რაც არა, conditioning-ის მაგის ინფორმაცია რომ პირ დავუმატო რა შეიძლება pixel level რო იყოს ან element level დამატებული რა. ეგრე წარმოვიდგინე დიდად მე, მაგრამ ახლა განმარტება არ ვიცი. ალბათ ამან იმუშავა უფრო კარგად. ერთ პრობლემა რაც იყო არის რომ ეს მოდელი არის დატრენინგებული რეალურად CFG მეთოდით, რაც წინაზე ახსენეთ რა. ხო ეს CFG იყო რომ conditioning-ს არა conditioning-ს აკეთებდი, forward-ს აკეთებდი ორივეს ერთად იდეაში. და რაც ზონა ქონდა პრეციზ საზღვროდი რამდენად ყოფილიყო conditioned ეს კონკრეტული example რა. და ნუ აქ კითხვა ისმის ზოგადად
conditioning-ში უნდა დავამატო, ან conditioning-ში უნდა დავამატო, ეს ჩემი კონტექსტი როცა თუ რა უყურავ ტექსტ თუ არ გადმომიცემა მაშინ რა ვქნა და შემთხვევაში რა ვქნა, ამ შემთხვევაში რა ვქნა. ეგეთი კითხვები ისმის რა. ნუ მანდ ხო ის ლოგური არის რომ რაც conditioning-ში ჯობია რა მარტო იყოს და ან conditioning-ი უბრალოდ რაც ამაში რო გაიაროს ეგ იყო რა. ორიგინალ მოდელში რო გაიაროს ეგ იყოს. და მერე პრობლემა ის იყო რა რეალურად აი რაღაცა ისეთი ხარისხის სურათები მიიღებოდა რა. და რატომ მიიღებოდა ხა ეგეთ ხარისხის სურათები რა? რეალურად რაღაც ნუ აი ხელოვნურად ცვლიან როგორც გაქვს მოდელი დაწნეული მაგას, ინჯექშენს უკეთებ და ემატება რაღაც სიცხოები ხო ერთმანეთს. აქ რაც იყო რომ X ემატება ამ residual cells ასე რომ ვთქვათ. მე შედის ამაში რაღაც ნუ რაღაცები ხდება რა ბევრ რამ. და საბოლოოდ კიდე ემატება. ან თემა ისაა რომ რეალურად რაღაც ანუ ის უნდა რა თვითონ სურათიდან გამომდინარე ატყობ რა შეიძლება ამას რაიმე სახის რეგულარიზაცია, ნორმალიზაცია უფრო მეტად რა. ანუ რაც გააკეთეს იყო რომ თითოეული dimensions-ზე ყოფნენ დიაში. მაგალითად რაც ეს გაიყოფოდა 32-ზე. 32-ზე იყო special dimension-ი რაღაცა სურათის. და ასე შემდეგ. ნუ რაც უბრალოდ ბალანსისთვის არის რა ეს ყველაფერი. მაგით მიიღეს მაგალ შედეგი ეს. ჩვეულებრივ იმუშავა ყველაფერი. მაგრამ მე ამაში ამ paper-ში ისეთი არაფერი არ არა. ტექნიკურად რამე ერთი რაც ხო არის რომ ტრენინგი რეალურად ან თავიდან ხო ან თავიდანვე მაგარ სურათებს აგენერირებს რა მოდელი, მაგრამ ნუ აი conditioning-ს არ აკეთებს რა, просто default pre-trained მოდელი არის თავიდან ხო. და რეალურად სწავლა მოხდა აი უცაბედად რა 10000 სტეპის მერე 20 დაიწყო სწავლა და რაც დაკონვერტდა რა. მაგამდე უბრალოდ ბრტყლად მიდიოდა. და იქ ნუ ცოტა საინტერესო ფენომენი არის რა ხდება. აი გამოკვლეულია რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეგეთი რამე მოხდა ამ შემთხვევაში რა. აი ხო რა რამე კითხვა რა. იეთ რთული პეიპერი იყო თქო, ვერ ვიტყვი. თან კონკრეტული დეტალები უკვე ახსნილი იყო ყველაფერი იდეაში. ნუ მის რამე გამოყენება რავი ხარ შემდეგ კიდეც ეს არ ვცდილობ. ნუ შეიძლება ალბათ მაინც იმიტომ რომ რავი დიდ რა უნდა სწავლოს. ესეთ. რამე კითხვა თუ არ გაქვთ, მაგრამ გავთხოვ შინკასერებას.
მალე მოგჩვენე.